საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა სტუდიის წევრებო, ძვირფასო ჟიური, სალამი მიიღეთ ჩემგან, თქვენ უყურებთ საქართველოს ფანოღის მეოთხე სეზონს. დღეს კვირა გახლავთ, ქუში შაბათი იყო, როგორც მოგეხსენებათ, არ გვინდა ამაზე დავა და რა თქმა უნდა დარჩნენ კონკურსანტები, რომლებიც დღეს უნდა წარსდგნენ თქვენს წინაშე და რა თქმა უნდა მათ წარმატებას უსურვებთ თქვენთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნორმალური საღამო გამოვიდა გუშინ, ასე ვთქვათ, კონკურსი, ჟიური არ იყო მკაცრი და ამაზე დღესაც ისრულებს ყველანაირი უს გარეშე მშვენიერი გადასარევი ნინა წკრიალაშვილი, გთხოვთ? ერთმა ლამაზ მაღამე, ერთი ბიჭი გამაცნო და ვინახე ვიბრძენი, ჩემი გული გაქო, გამიღიმა შორიდან, გამოხედვით დამატბო, თვალი ყავს ვერ მოშორდა, სიყვარულით დამატბო. სიყვარულით დამატბო, შენმა შავმა თვალებმა საიდუმლო გამანდო, შენმა ჯუმმა ღიმილმა გულის გარიგახო, ხოსალამ დაპირე, ბევრის არ მიფიქრია, უარი ვერ გითხარი, სულაც არ მინდანია. შენდა ჯუქნის სიყვარულს, ერთგულებას იხარულს, მინდა ხელი მომკიდო, მოვიაროთ სამყარო, გამიღიმა შორიდან, გამოხედვით დამატბო, თვალი ყავს ვერ მოშორდა, სიყვარულით დამატბო. სიყვარულით დამატბო, შენმა შავმა თვალებმა საიდუმლო გამანდო, შენმა ჯუმმა ღიმილმა გულის გარიგახო, ხოსალამ დაპირე, ბევრის არ მიფიქრია, უარი ვერ გითხარი, სულაც არ მინდანია. შენმა შავმა თვალებმა საიდუმლო გამანდო, შენმა ჯუმმა ღიმილმა გულის გარიგახო, ხოსალამ დაპირე, ბევრის არ მიფიქრია, უარი ვერ გითხარი, სულაც არ მინდანია. სიყვარულით დამატბო. დიდი მადლობა ნინა, ჩემო ძვირფასო, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. არაჩვეულებრივი სიმღერისთვის დიდი მადლობა და განწყობისთვის, რაც მთავარია და აქვე ბარემ გაგაცნობ თუ ვინ იქნება დღევანდელი ჟიურის წევრი და ვინ შეაფასებს ჩვენს კონკურსანტებს. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ულამაზესი ნინა წკრიალაშვილი. სალიკო ბერგერი. მადლობა რომ მოიცალეთ დღესაც ჩვენთან ერთად ბრძანდებით. ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკოლოზ არაბიძე. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, მე მგონი მზად ხართ რომ დავიწყოთ, აღარ უნდა ამას, იმიტომ რომ გადადება, იმიტომ რომ ვერ ინერვიულეს იმ კონკურსანტებმა, რომლებიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ და პირველი მათგანი გახლავთ ფრიდონაშვილი თამაზი, აპლოდისმენტები თამაზ და მაესტრო. ხო?
დამავიწყდა შენი მოფერება დამავიწყდა გადაღამეს სულ შენზე ვფიქრო გიყურავდა ვეღარ პოულო დაგეძებდა ვეღარ პოულო ვერ პოულო კარგო მე შენ თავს ვიცავა შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები მე შენ თავს ვიცავა შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები შენი თვალები მომენადრა შენი თვალები მომენადრა გადაღამეს სულ შენზე ვფიქრო გიყურავდა ვეღარ პოულო დაგეძებდა ვეღარ პოულო ვერ პოულო კარგო მე შენ თავს ვიცავარ შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები მე შენ თავს ვიცავარ შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები შენზე ვფიქრო გიყურავდა ვეღარ პოულო დაგეძებდა ვეღარ პოულო ვერ პოულო კარგო მე შენ თავს ვიცავარ შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები მე შენ თავს ვიცავარ შენ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე მეყარები შენ თუ ჩემი არის ქონები კარგო ვერ ვიცოცხლე მე მოკრები ადროთ ფრიდონაშვილი თამაზი დიდი მადლობა ჩემო თამაზ მშვენიერი გისმენთ არ იყო ცუდი მშვენიერი ძალიან ეცადეთ იცეკვეთ იმღერეთ რაღაცა ვერ ვიტყოდი რომ ეს იყო 10-იანზე შესრულება ამიტომ მე თქვენ დაგიწერთ 9-იანს და ეს წახალისებული 9 არის 9 ქულა დიდი მადლობა ნინა მადლობა ვახო მოკლედ რა ვიცი რა გითხრათ რით გაგახაროთ ბევრი რამეც დამაგდა ბევრი რამეც მომეწონა ბევრი რამეც არ მომეწონა ამიტომ სადღაც 8-იანთან გავჩერდი რა 8 ქულა ვახოსგან თამას სალიკო მეც ახოს დავეთანხმები რაღაც ძალიან კაი სიმღერა უფრო კაი საცეკვაო ტაშპანდური ისედაც დავიწყეთ მე მგონი კაია მაგრამ ნუ რაღაც შესრულებიანი იმდენ 8-იანი ჩემი აზრით არის ზუსტად ის ასევე ესე იგი 2 8-იანი 1 9-იანი და ვნახოთ ნიკოლოზი რა გვასტაცებს პირველ რიგში მე მაინტერესებს ეს
ამ სიმღერის ორიგინალი ტექსტიდან დაწყებული ალბათ ორი სხვადასხვა ქართული ვერსია მაქვს მოსმენილი. ერთ სიმღერო და ჯექსონი. ნუ რა ვიცი, რა შემიძლია თქვა პოეტთან დაკავშირებით თუ სიმღერასთან, ლექსის ავტორთან. ხო, არა, ეს მაინტერესებდა ვის დაწერილი ვისი ლექსია? ხალხური. ტექსტის ავტორი ქართული არ ვიცით ხო ავტორი? სიტყვიან მე სომხები ამისთან მუსიკას სიმღერა მოგვარეს ესე იგი და ქართულ ვიბრალებთ ხო ესე იგი რომ ჩვენია. არის ის. არა, არ ვიბრალებთ, კაცო, იმათია კი არ ვართვევთ, არა ის უბრალოდ ბევრჯერ სომხური სიმღერაა. კი ბატონო. 8 ნახევარი არ იწერება მაშინ 9-ს დაგიწყდა. 9 კულა, 2 ცხრიანი, 2 რვიანი, თამას მერწმუნი არ არის ცუდი შეფასება. წარმატებები და შემდეგი მონაწილე დარსალია მარი. აპლოდისმენტები მარის. მაესტრო, ხო. როლის კოშკი ამიგე მე კი შენი სიყვარული გავიგე მიხარო და ალიონზე მზის ხიბი ეთვალები ძველებურად გიღიმის ასეთი ვარ დავქნა ყველა ჩემია ეთვალები ძველებურად არიან მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო არ წახვიდე თორემ ვიცის ხლამოვა იმ სხვასთანაც ყველაფერი გამოვა მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო არ წახვიდე თორემ ვიცის ხლამოვა იმ სხვასთანაც ყველაფერი გამოვა მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო თორემ სხვა მიმღერებს სერდიას ეს თვალები ძველებურად ფერიან მახსოვს შენი ვაჟკაცური ხელები ქვეყნად მარტო შენეთ შემოგებლები ეზარდა ვინაირი თვალები აკმახვდა თორემ დაგემალები მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო არ წახვიდე თორემ ვიცის ხლამოვა იმ სხვათანაც ყველაფერი გამოვა მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო არ წახვიდე თორემ ვიცის ხლამოვა იმ სხვათანაც ყველაფერი გამოვა მარტო შენთან მინატყვილი საღამო რომალესი ძველებურად დაღალო დარსალია მარი მე სანამ გადავალ ჟიურის წევრთან მაინტერესებს რამდენი წლის ხარ კიდე ერთხელ რომ დავაფიქრე 17 წლის შეგვიძლია მე ეს ფულადი რო თანხარო გავცეთ 17 წლის ადამიანებზე ამას უწევი ივნისში ასე მაიტაცო და მე ვიცი როგორცო კარგი მარი ჯერ მინდა დავიწყო იმით რომ ანათებ ისეთი ლამაზი ხარ და ისეთი ლამაზი თვალები გაქვს თვალებით გველაპარაკე
ფანტასტიკური ხმა გაქვს, ფანტასტიკური ტემბრი გაქვს და ძალიან სუფთად მღერი. რატო ნერვიულობ ესა რომ აფუჭებ ყველაფერს მითხარი. ნუ ეხლა ბოლომდე ყველაფერი არ გაგიფუჭებია, მაგრამ რაღაცები გააფუჭა. მოკლედ მე შენ გიწერ ცხრიანს, იმიტომ რომ შემდეგ ტურამდე ძალიან ბევრი იმუშაო იმაზე რომ არ ინერვიულო და ყველაფერი გამოგივა. თორე გააფუჭებ ყველაფერს თუ ინერვიულებ. 9 ქულა ნინასკან. მადლობა. ვახო გისმენთ? ნიკა. საიდან არის მარი? მარი იქნება წარმოშობით ან თეკლათიდან. ან ხანისკური. შეგენია? მარი. ხოროწყო. მარი ძალიან ნერვიულობდი. იქავია. იმდენად ნერვიულობდი, რომ ეს სიმღერა გექნება დაახლოებით 80,000 ჯერ შესრულებული შენს მეგობრებთან ერთად. ყველა ძალიან მოწონს. გიხალისიათ, გიმღერიათ, გიცეკვიათ და რაღაცა აქ ისე გამოხვედი ჩვენთან მოწყენილ. ჩვენც გვინდოდა რომ გვეხალისა. ხო, აი სახლის პირობებში გვიმღერო და ეხლა ჩვენ სცენიდან და არ გვაწყობს ჩვენ მარი რომ ესე გვიმღერო ხოლმე, ამიტომ მე ვხედავ შენში იმ საოცრებას რომ შენ ამ ყველაფერს გამოასწორებ, აღარ ინერვიულებ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ამიტომ ჩემი 6 კი არა და 8-იანი შენ ჩემო მარი. 8 ქულა ვახოსგან, დიდი მადლობა ვახო, ზალიკო გისმენთ? ძალიან კაი ბავშვია მართლა და ისეთი ხალასი რაღაცა კაი ენერგეტიკა მოიტანა სცენაზე ვოკალური მონაცემით არა ჩვეულებრივი აქვს მე მგონი დასახვეწია ოღონდ ეს ყველაფერი ანუ ის რომ ხო აი ნერვიულობამ გააფუჭა და ამიტომ მე მგონი ფონოგრამასაც თვითონ არ ესმოდა კარგად და რაღაცა ეს ისა და მაგრამ ისე რაღაცა ანათებს და რაღაცა ისე კაი შემოციცინებით ვღეროდა რომ მე განსაკუთრებით არ წახვიდე თორემ რაღაც სხვა მოვა სხვასთანაც გამოვაო და თვალებით ნიკას და არ არის ცუდი ბავშვი და დასაკარგი და აი დღაბი და ცხრიანი ჩემგანაც ალბათონი ნინასავით შევეწდები. ნიკოლოზ უნდა მე ვერაფერს შენიშნავს ვერ ვეწყი. ვერ ეტყვი. როცა გახდები 18 წლის დაიმახსოვრე და ერთად გეტყვი მე შენიშნებს ყველას თუ კი რამე ექნება. ძალიან კარგი იყო ზოგჯერ ძალიან ისე კარგად ჟღერდა თქვენი ხმა აი ძალიან ისე წკრიალა და რაღაც ცოტა რაღაც კარგი აგებით ვაშკაცური ხმა და რაღაც მოდიოდა ძალიან კარგია უბრალოდ ეს პატარ-პატარა რაღაცები რასაც ნერვიულობა ქვია როგორც მოგახსენეს ჩემზე გამოცდილმა ჟიურის წევრებმა ეს გამოვასწოროთ და ჩემგანაც 9 ქულა. დიდი მადლობა ჟიურის და ახლა სცენაზე მინდა მოვიწვიო. კაცი იალბუზი, პაიკიძე ომარი. მოგესალმებით. შენი სახელავარე გულში ვიგზენ სიყვარული მხელავარე სურს მოგიწმოლა მთელი ქვეყნის ლექსები დაგიფინო ჩემი გულის რელსები სურს მოგიწმოლა მთელი ქვეყნის ლექსები დაგიფინო ჩემი გულის რელსები ხოლო შენც გიყურებ ჩემ ქვეყანა შენთვის ბევრჯერ მოდურე ვერ გავახე შენი გულის კარები ეგლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები ვერ გავახე შენი გულის კარები ეგლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები ოპა თითქენი მეც ამ მქონდა მსიანი მერე ბედამა მომაყენა ზიანი მაცილევდა ხალხი თვალწრემლიანი ძმა ბიჭები დავადო მედარდიანი მაცილევდა ხალხი თვალწრემლიანი ძმა ბიჭები დავადო მედარდიანი ხოლო შენც გიყურებ ყველა შენთვის ბევრჯერ ვიმდურებ ვერ გავახე შენი გულის კარები ეგლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები ვერ გავახე შენი გულის კარები ეგლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები ჰოპა ჰოპა
შენი გულის გარები ეკლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები ვერ დავაგე შენი გულის გარები ეკლები გაქვს ახლოს ვერ გეკარები დიდი მადლობა აი კიცე ომარ გაიხარეთ აგინ ამაც შეკვა ადამიანი ომარ, აი ამ პატარა ბიჭმა ცეცხლი დაანთე, ან რა ტემბრი გაქვს, ან როგორ იმღერე, ან როგორ იცეკვე, აი დამსახურებული ათიანი შეყოჭა. მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი იყავი დღეს შენ, სხვა დროს არ მომისმენი ხარ, მაგრამ დღეს ძალიან მომეწონა და გისურვებ წარმატებებს. ამიტომ გაუმარჯოს ყველა გამბედავ ადამიანს, რომელიც გამოდის და გამბედავობა ყოფნის და აკეთებს იმას, რომ არ წარმოგიდგენია, რომ ამ ყველაფერს მისგან ნახავ. ამიტომ ათიანი. 10 ქულა გადასარევი. 2-ათიანი ზალიკო. მეც დავეთანხმები ჟიურის დანარჩენ წევრებს და ეს ტიპაჟით არ უხდება ფანოხს და არ შეიძლება ეს არ გადავიდეს შემდეგ ტურში, ამიტომ ჩემგანაც 10-იანი და დიდი მადლობა. დიდ გასართობს ველოდებით, ესე იგი ფანოხის ვარსკვლავი დაიბადა ამ სცენაზე. დიდი მადლობა ძვირფასო. ესე იგი რა ქვია იმ გოგოს რო არ მოყვება ერთი. ეს მაინტერესებს, ისე იმღერა რომ დამავიწყდა. თუ მომყობი წამომყევი თუ არაო? გიყურებ თუ არა პატარა ხან გიყურებ კიდე მეჩქარება მაგვიატარა და არა კარგი იყო ძალიან ისე გრძნობით იმღერა ასე რომ ვთქვათ ძალიან რაღაც თავისი ისენიც ქონდა ამ სიმღერაში ასე თუ გააგზელა ქორწილის ფულს კი მოაგროვებს და ხო კი ბატონო ველოდებით ახლა და უბრალოდ დაელოდე რა იმას თქო იმ გოგოს ცოტა დაელოდე მორჩება ის რა ქვია და ხო არა პრობლემა კი არა გამოვა ტექსტები ვისწავლე როგორ გეკადრებათ კაცო ჩემი რო ხარ მიდო გეუნები თუ არ უცხორო ნიკოლოს გისმენთ ჩემგანაც ათიანი კაცო დიდი მადლობა გილოცავ ჩემო ძვირფასო აბა წარმატებები გადასარევი მშვენიერი 40 ქულა ომარმა დაიმსახურა ჩვენი ჟიურისგან და კენკაძე ნინოს უნდა მოусმინოთ აუცილებლად იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასეთ რიტმს გააგრძელებს აბა აპლოდისმენტები Arminda mero troda magarago meshna qopna minda mardo sheni gimili magonebs mzes da chemi guli sitsotskhlis gers Wasar shechedo aradam garago es guli shatvis mgaris mardo twari angames moval shentan da isavagat khirom miqwarkha shani sila maze qame armazina ma concert khalom gimilid da Twali Sis partwalas Lamas bagas Tu arma kotse merat min da tavitsot khali Divi 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 da Yabada bada badi Da badara divwarom divwarom da Divi 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 da Yabada bada badi Da badara divwarom divwarom da Arminda merom droda magarago Meshna qopna minda mardo Sheni gimili magonebs mzes Da chemi guli sitsotskhlis gers Sheni sila mazes Twali Sis partwalas Lamas bagas
ცოცხალი დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და დიბი 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 და იაბადა ბადა ბადი და ბადარა დიგვარომ დიგვარომ და კენკაძე ნინო დიდი მადლობა ასევე მინდა ნინა ასაკი რომ უთხრათ რამდენი 16-ის კაი რა კარგია აი ასე აპლოდისმენტები რა შეეხება სიმღერას ამ ხრო მე არ მაქვს ჩანიშნა კარგი გოგო ხარ ძალიან და წარმატებებს გისურვებ ცხრიანი შენ 9 ქულა დიდი მადლობა ნინა ვახო გისმენთ ძალიან მომეწონა ამ ადამიანის გამოსვლა სილაღე ყველაფერი ძალიან კარგი იყო სიმღერა უფრო მომეწონა ვიდრე შენი სილაღე და გისურვებ ამ სცენიურ თავისუფლებას რომ ეს ყველაფერი მოგეხსნას და შემდეგ როგორც გინდა ისე განვითარდე აქ და ხო რა თქმა უნდა პატარა და შენ 16 წელს გახდი დღეს და თითქოს დიდი ხარ 10 ქულა გადასარევი გამოვტყვით ვახოს 10 ქულა ზალიკო გისმენთ ტრადიციულად ვახოს მე ბაგძელებ ესე იგი რა ძალიან კაი ბავშვია ესე იგი 16 წლის არის მე იცი რა მე არ როგორც ითხარით ანევრიზმები ასფიქსიები და ასე შემდეგ არ მესმის და ეს ხო მუსიკალური განათლება არ მაქვს და ისა და ჩემგან რვიანი ანუ რა ვიცი ყველაფერი წინა გაქვს და ისა 8 ქულა გადასარევია ესე იგი დააბალანსა ზალიკო ესე იგი 10 ქულა ხო კარგი მისაღებია გისმენთ მე სიმღერაზე ვიტყვი ჯერ რომ შერიერი კაი დუეტი გამოვიდა ხო ანუ მე ვისურვებდი რომ უფრო მარტო თქვენი ხმა ყოფილიყო და ისე უფრო გაგვეგო თქვენი ვოკალური შესაძლებლობები ნამდვილად ეგ მოსულა პირველი ხმა როცა არის ბეკ ხო მაგრამ ძალიან ბევრი იყო მე ვთვლი და კარგი იქნებოდა მარტო თქვენი რომელიც ძალიან კარგი გაქვს ხოთა შორის ეს ხმა და იმედია მომავალში ამას ვნახავთ კი ბატონო მე ცხრიანი მინდა დაგიწეროთ დღეს დიდი მადლობა შენ ძვირფასო მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი აზრი და მოვუწოდო და ურჩიო ჩვენ კონკურსანტებს რომ ყურადღებით მოусმინონ ჩვენ ჟიურის წევრებს და გაითვალისწინონ ის შენიშვნები იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის ამბობენ ამ ყველაფერს და რაც თავარია ჩემო ვახო ფანოღიც რომ მრავალფეროვანი გახდეს დამეთანხმებით ალბათ ჩვენ აქ უნდა გამოვრიცხოთ გადავაგდოთ წყენა პირველ რიგში რაც თავარია იმიტომ რომ სიცოცხლე გრძელდება და რა თქმა უნდა საქართველოს ფანოღიც 4-იც აგზელებს სიცოცხლეს და მოღვაწეობას თავისთავად ჩემო ბატონო აპლოდისმენტები თუ არ იქნება არ გამოგივათ არაფერი და მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი მონაწილე ჩვენი უმშვენიერესი ადამიანი კიკორიანერო ხო ბიჭმა ღიმილი მაჩუქა მათგინა გულის ბიძარი მე იმის სახელს არ ვიტყვი ღმერთმა უშველოს ვინც არის ღმერთმა უშველოს ვინც არის შენ სამოსდასთან მზე მოხვა შენ წასვლა შავი ღრუბელი შენ სასიყვარ მზე მოხვა შენსგან შორება ღრუბელი სამოსდასთან მზე მოხვა შენ წასვლა შავი ღრუბელი შენ სასიყვარულზე მოხვა შენსგან შორებას ღრუბელი ბიჭა უშევი ჭირიმე ნუ მეტყვი წავალო თუ წაყვალთან წამიყვანე შენი ვარ განასხვავარო შენ სამოსდასთან მზე მოხვა შენ წასვლა შავი ღრუბელი
შენს ასიყვარულზე მოყვარ შენსგან შორებას ბრუბელი სასიარულო ამორზლა შენს ასლა შავი ბრუბელი შენს ასიყვარულზე მოყვარ შენსგან შორებას ბრუბელი სასიარულო დალია სიფიქრა წყლისა დედამა ლამაზი გოგო და ბიჭი ერთმანეთისაც კერამა შენს ამოსთან მზე მოყვარ შენს ასლა შავი ბრუბელი შენს ასიყვარულზე მოყვარ შენსგან შორებას ბრუბელი შენს ამოსთან მზე მოყვარ შენს ასლა შავი ბრუბელი შენს ასიყვარულზე მოყვარ შენსგან შორებას ბრუბელი შენსგან შორებას ბრუბელი კიკორიანერო მოკლედ, გადავიდეთ საქმეზე. არ იყო ცუდი. რაღაც ადგილები ნორმალური იყო, რაღაცეები გამოსასწორებელი იყო. ცოტა რითმში არ იყო, რაღაცეები არ იყო, მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ. და იმედი არ გეწყინებათ, რომ დღეს თქვენ რუიანი დაგიწეროთ. რვაკულა აპლოდისმენტები. მე რა ვიცი, თან ესეთი კაი მხიარული ტაშბანდური სიმღერა იყო, ქალბატონ ნეროს მივესალმები, რაღაც ძალიან საინტერესო ტიპაჟია, თვითონ ეტყობა რომ თან კეთილი, თან კაი ადამიანი იქნება, დიდი სიამოვნებით იქეიფებს ადამიანი მასთან ერთად, მაგრამ აი რაღაც სასცენო იმიჯის გამო, მაშინ მე როგორც ვიძახი რომ მუსიკალური განათლებით ისე არაფერ მოსული რამდენად ისა, მე არ გეწყინოთ და 7-იანი უნდა დავწერო დღეს მიწყინეთ. 7 ქულა. კი ბატონო, ცეთ ვახოს პატივი და ნიკოლოზ მესამე გადმოინაცვლებ ბოლოდან. რთულია, ვერ ვიტყვი რომ იყო ძალიან კარგი ეს ყველაფერი, თუმცა დღეს მესმის რომ პირველი საკონკურსო დღეა, ყველა ნერვიულობთ. რაღაც რა ვიცი, რა დაგიწეროთ არ ვიცი. უნდა გადაწყვიტო და მიიღო გადაწყვეტილება? მაინც აუცილებლად. აპლოდისმენტების თანხლებით ნიკოლოზს ველოდებით და კარგი, მოდით რუიას დაგიწერთ. რვაკულა. მადლობა. ვახო, ესე იგი ისეთი ინტრიგა გამოუჩნდა არა ბოლოვით, ინტრიგა რომ მეც ქალბატონ მაინტერესებს. შენს შემობაატა და რა ვიცი, ყველა ადამიანი ვინც აქ მონაწილეობს 4 სეზონის განმავლობაში მე ქალბატონ ეროს ვიცნობ. და პირდაპირ მინდა ვთქვა რომ ქალბატონ ეროს გულშემატკივრება უფრო კარგად გამოსდის და ადამიანების გვერდზე დგომა, ვიდრე სიმღერა, რა ვქნათ, ესე ხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა. მე ეხლა რომ დაგინახეთ დღეს აქ გელოდებოდით რომ გულშემატკივარი ხარ და სცენაზე რომ დაგინახეთ ძალიან გამიხარდა. წარმატებები მინდა გისურვოთ და რა ვიცი, რა გითხრათ ქალბატონ ერო. რუიანი კარგი, მეც რუიანი დაგიწერე. რვაკულა. გილოცავ ჩემო ძირფასო, ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი და შემდეგი მონაწილე გახლავთ მეგრელიშვილი ნოდარი. გთხოვთ. ბატონო ნოდარ. ჩემი გულისა მეგობარმა მე სულსვაზე გამცვალა უდარება ცხოვრება მიღალა და გამოცირა ჩემი გულისა მეგობარმა მე სულსვაზე გამცვალა
მინა და გამსხოლების არამაცა გული დარდით მევსება ცოცხალზე გავცდუმեցული და სვანადები რა წინდა Succedinolsa Gimini bakoleba Çevigulisa gimini Arasosya nevdeba Santri succedinolsa Zarsuli bakserneba Çevigulisa gimini Arasosya nevdeba Gamsxolების არამაცა გული დარდით მევსება ცოცხალზე გავცდუმեցული და სვანადები რა მინა და გამსხოლების არამაცა გული დარდით მევსება Gazlumetsuli da svalade biratvinda მეგრელიშვილი ნოდარი დიდი მადლობა ნოდარ ჩემო ძილფასო და დავიწყოთ შეფასება მოგესალმებით ბატონო ნოდარ ვოკალურ მხარეს რაც შეეხება ძალიან კარგი იყო ყველაფერი უბრალოდ ის როგორ შეთაბეჭდება დამჩა რომ აი ადამიანი რომ მუშაობს თქვა მღერი ანუ მე მუშაობა სიმღერას გულისხმობ აი 2 საათი რო გავა და უკვე რო გეზარება სიმღერას და აი ძალით რომ მღერი ეს შეგრძნება დამრჩა თუმცა რადიოში რომ მომესმინა ეს შეგრძნება არა რო გიყურებდით რაღაც გეზარებოდა სიმღერა მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის 9 ქულას გიწერ თქვენ იმიტომ რომ შემდეგ ტურზე უფრო მოდი ჟარგონი ვიხმარო უფრო რომ მოხოდილი იყოთ შემდეგ ტურზე უკაცრავად ჟარგონისთვის 9 ქულა ნინასგან ნუ ახო გიშვით მოხოდილით მოწკეპილიც არ არის პრობლემა ვიხმაროთ ეს ჟარგონები ძალიან მონოტონური იყო ანუ მე მინდა თქვენგან სტერეო 3D რა ვიცი ყველაფერი შოუ ანუ თითოეული დღე რომ იყოს სიმღერის შერჩევიდან დაწყებული ყველაფრით კოსტიუმით ცეკვით ასე შემდეგ განვითარებით რომ მეოთხე სეზონია და უკვე ძალიან ბევრი ადამიანს მოусმინეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ერთნაირია და გვინდა რომ რაღაც ქულები იქიდან გამომდინარე დავწეროთ რომ მრავალფეროვნება უკვე იგრძნობოდეს მოდი მე 9-ს დაგიწერთ დღეს თქვენ ამის გამო 9 ქულა ახოს კანოდარს და მოусმინოთ ძალს ესე იგი ხო მკვდავეთახმების ჟიურის წევრებს რომ მართლა სიმღერა თვითონ რაც უხდება თვითონ იმას რა ფანოხს სტილით მუსიკა ყველაფერი ის იყო მაგრამ მღეროდა როგორ იცი ნიკა არაბიძე საგერ ჩვენი ჟიურის წევრის ტიპაჟი რო არის იმაში რომ ძინავს რაღაცაი წაგლილი გვიმღერა აი მიცინებული გასტრონომში ხო და ნუ იმეთი ეს გამოწორდება შემდეგში ამიტომ ვიანი დღეს 8 ქულა ზალიკოსგან და გისმენთ ნიკოლოს დიახ ნამდვილად ეს ალბათ ყველას ერთი აზრი გაგვიჩნდა და მეც არ ვიქნები განსხვავებული ამ ხრივ მოკლედ კარგი იყო ცუდი არ იყო როგორც ვახომ თქვა რომ ველოდებით სტერეო ხმები უნდა წამოვიდეს და ალბათ ბოლოს და ბოლოს ერთი მონაწილე ჩვენს ფანოხში მიაღწევს იმას რომ სამივე ხმას ერთად ამოუშვებს ყელიდან და ეს იქნება სასწაული ალბათ და ძალიან კარგი და შესაბამისად ჟიურისაც აღარაფერი დარჩება სათქმელი მე 9-იანი შემოვიფარგლები დღეს გისურვებ ჯანმრთელობას ხნეობას არის ორი ციფრები ნორმალურად დაიწყო
ძალიან კარგი აპლოდისმენტები ბატონ ნოდარს, დიდი მადლობა ძვირფასო. და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და სცენაზე მინდა მოვიწიო მარიამი გვარაცქვიტინიძე. თავისი მიაქვს და ჩემს ქალაქს შეუცვლია ფერი მე კი ისევ ის თბილისი მიხამავს გავიხსენა მინდა ყველაფერი ვერ მივიწყარ სოლოლაკის უბას სურნელობაცა თავებს აკაციას ოქროყანა ბებერა მეყავირეს ჩემს ეზოსთან რომ ყიდი დაიეს ოქროყანა ბებერა მეყავირეს ჩემს ეზოსთან რომ ყიდი დაიეს თბილისა მეუშენო და მომინებსევდა თბილისა ისევ დახრის თბილისური ქარი მე არ მტოვებს განშორების სევდა ვარ თბილისის სიხარული და თორალი არ მოშლილა თბილისური სუფარა მაგალიანი ძველი სიმღერები არასოდეს დაბრუნდება მხოლოდ შორსასული სიყამაწვილი წლები არასოდეს დაბრუნდება მხოლოდ შორსასული სიყამაწვილი წლები თბილისა მეუშენო და მომინებსევდა თბილისა ცოცხლაზე მეტად თბილისა მეუშენო და მომინებსევდა თბილისა თბილისა მეუშენო რა მომელისნედა სკვიტინიძე მარიამი
მადლობა მარიამ და ნინა, უნდა შევაფასოთ. მარიამ, რა უცნაური ტემბრი გაქვს, იცი? ჯერ ვიტყოდი, რომ განსხვავებული და ძალიან ლამაზი და მეგონა, რომ აი ძველი დროის ფილმებში, რომ ქართველი ქალბატონები ასრულებდნენ ხოლმე, რაღაცა ეს ასოციაცია დამემართა ეხა. ანუ შენ თაობის ბავშვებს აღარ აქვთ ესეთი ტემბრი და ეს კარგია, იმიტომ რომ განსხვავებულია. მადლობა. 9 ქულა ნინასგან. მარიამ მე ძალიან მომეწონა შენი არის რაღაც რეტრო შენ ხმაში ნამდვილად არის და მეც კი არა და ბევრი არ მინდა ვილაპარაკო და ყველა ის შენიშნა გაითვალისწინოთ შემდეგი ტურებისთვის რომ შემდეგ უფრო კარგი იყოს გადაცემაც ყურებადის იყოს და რა თქმა უნდა თქვენს ხალხმა საზოგადოებამ გაგიცნოთ ისეთი როგორც წარმოჩდებით ამ სცენაზე ამიტომ გაუმარჯოს ცხრიანს 9 ქულა დიდი მადლობა ვახო დიდი მადლობა ნუ ზალიკო ისე იმდენი იმიჯზე ხაზგასმული რომ შენ უნდა გააგრძელო ეხლა ხო ესე რაღაცა იმიტომ რომ გოგოს თვითონ არჩეულებრივი გარეგნობა აქვს ხმის ტემბრი არაჩვეულებრივი რაღაცა მომენტში აი თითქოს ესეც ის იყო რომ ვალდებულების მიზნით მღერო და წინა იმაზე გამოსვლელივით არ იყოს რომ 9 ქულა როგორც შევამჩნი ქულა ჩემგან კი ბატონო 9 ქულა მშვენივრად მივდივართ აბა ნიკოლოს გისმენთ ჯურფასო მარიამ როგორ ბრძანდებით არ მოგიწერიათ რამდენი ხანია რაც კარგი ხართ ნამდვილად და მე ვიტოვებ უფლებას იმისა რომ მარიამი შემდეგ ტურებშიც ნახო და მოდი ცხრიას დაგიწერთ მეც დღეს 3 ესე იგი 3 + 4 ცხრიანი გილოცავ მარიამ ჩემო კარგო იმიტომ გილოცავ რომ გაცილებით ნაკლები ქულები უკვე დაეწერა შენ თავისთავად გადასული ხარ გთხოვ დაიკავო თქვენი ადგილი აპლოდისმენტებით გავაცილოთ მარიამი და დღეისთვის შემოძვირფასება დღეისთვის ბოლო მონაწილე ბოლო კონკურსანტი გახლავთ რის შემდეგაც რა თქმა უნდა ჟიური გააკეთებს შეფასებას და შემდეგ უკვე საერთო არჩევანზე გადავალთ მანამდე კი რა თქმა უნდა ჩიხლაძე დავითის სცენაზე რონა უცბად გარბის თითქოს იყო გუში შენ კოცნას აქამდე ვინახავ გულში რასენი შემყარება დამინთიალი შენი თვარ მთვრალი რონა უცებ გარბის თითქოს იყო გუში შენ კოცნას აქამდე ვინახავ გულში რა ეშკი შემყარება დამინთიალი შენი თვარ მთვრალი შენ ჩემი სიყვარული თუ არ იწამე მაშინაც სარჯერადება და არც მიწამე ეს გული შენთვის პეთქავს დედაღამე თუ იცი როგორ მიყვარხარ მე შენ ახარ სამთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ შენ ახარ სამთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ არის ვერ შეგავლო თვალი მიყვარ შენი არსება შენი გზაგვალი მიყვარ შენი სახელი დღისით და ღამი შენი თვარ მთვრალი ის ღერადღი არის ვერ შეგავლო თვალი მიყვარ შენი არსება შენი გზაგვალი მიყვარ შენი სახელი დღისით და ღამი შენი თვარ მთვრალი შენ ჩემი სიყვარული თუ არ იწამე მაშინაც სამჭირდება და არც მიწამე ეს გული შენთვის პეთქავს დედაღამე თუ იცი როგორ მიყვარხარ მე შენ ახარ სამთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ შენ ახარ სამთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ
შენ ახარ სანთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ შენ ახარ სანთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე მიყვარხარ შენ შენ ახარ სანთელი ჩემი შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მიყვარხარ შენ ჩიხლაძე დავითი გობძანდით ბატონო დავით, ისე გემრიელად ვღეროდით, რომ მომიდა მისამღერებში მეც აყოლოდით და აი ჩავერთე ბექ ვოკალი ვიყავი ბატონი დავითის. გადასწარები კარგია, ესე იგი შენი ვერს შეასრულეთ, ძალიან კარგი იყო. მე მიყვარს ზოგადად ეს სიმღერა, მორისიდან ლელოს დუეტია თორსტები, ხო? ხო და კარგია მოკლედ. ეს ამ ტურში მე თქვენ მომეწონეთ და იქნა გამომდინარე რომ მე არ ვარ მუდმივი წევრი, არ ვიქნები ბოროტი კი არა და მკაცრი და თქვენ 10-იანი დღეს. 10 ქულა. გილოცავ დავით. მოდი ვახო. მაინც ახლო მეგობრობა რადგან მე ვიქნები მუდმივი წევრი, მაშინ 9-იანი ჭირო კარგო და მინდა უფრო მეტი დავინახო შენგან. ზალთ ხო? შეფასება გავაკეთოთ. 9-იანიო ზალიკო მათ 9 ქულა, აპლოდისმენტები და აი დღეს ბოლო მონაწილეა გეუბნები რომ კარგია ბოლო. კარგია ბოლო. მოდი მეც 9-იანს დაგიწევ დღეს, თუმცა თვლი რომ კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ კიდე უფრო უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ. მადლობა ძვირფასო უკაცრავად გაგაწყვეტილეთ. შეფასებას ვერაფერს ვერ იტყვი, აპლოდისმენტებით გავაცილოთ დავითი. და რა, და ის რომ დღეს უნდა ერთმა ადამიანმა უნდა დატოვოს კონკურსი. ამისთვის ჩემო ძვირფასებო პირველ რიგში მინდა 17-ვე კონკურსანტი გუშინდელი შაბათის და დღევანდელი კონკურსანტი მოვიწიოს სცენაზე. მანამ კი რა თქმა უნდა დრო მივცეს ჩვენ ჟიურის გამოაჟღავნონ და დაასახელონ. მე გავაჟღერებ ამას რა თქმა უნდა 3 აუტსაიდერი. დანარჩენს წესებს გაგაცნობთ. სამსებიალა ამაცევინე და მისთვის მე მოთვეთანამა ალავერდი მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად, მიყვარს და არც ამალავო. ალუბოლები, შენი თვალები, შემოპატარა გოგონა გენაცვალები. ნეტა იგულის ფიქრები, თვალითაც ინახვებოდეს, ბიჭო მე შენ რომ მიყვარხარ, შენც ეგრე გეყვარებოდეს. ახლა მარტო და შახვალა თუ დაგიხარ სხვებთანა მოდი გამახარე მე გავაცრები გავამარასიზავს ჩემს ლობინში როცა დაიღალები სავალ სანთლებს დავანთე რომელს დაუნთები სანათე Pandeli, Zapiruzis peria. Zazem dore, amosula, hamedanatemi. Visve maduri, an metradove martelebi. Momenadra, sheni tvalebi, momenadra. Sushan selfie-dro Arda fide torem vitsis khlamova Im khatanas ყველაფერი გამობა მარტო შენთან მინასწილი საღამო ერთი დღენი მეც ამ მქონდა მსიანი მერე ბედამა მომაყენა სიანი სისფართვალა ლამაზ Tbiliso, Rushano, Ramomeli Sanada. შენ ახარ სიცოცხლე ჩემი მე
მიყვარხარ შენ მიყვარხარ შენ მაშასე დაუბრუნდით ჩვენი კონკურსანტების სცენაზე არიან ჟიურის თავის გადაწყვეტილება აქვს და მე პირველი მინდა წარმოგიდგინოთ ის სამი აუთსაიდერი რომელმაც ყველაზე დაბალი ქულები მოაგროვოთ დღეისთვის ესენი გახლავან ხუროშვილი ნინო 33 ქულით გთხოვთ ტოროსიანი გიორგი 32 ქულით და კიკორია ნერო 31 ქულით ეს ადამიანები დანარჩენს გილოცავთ ჩემო ძირფასებო წარმატებას გისურვებთ აბა თქვენიცით ეხლა რაც შეეხება ჟიურის თქვენ რა თქმა უნდა იცით მაგრამ ჩვენ ტელემაყურებელს ერთხელ კიდევ აუხსნით ჩვენ წესებს მოკლედ ამ სამი აუთსაიდერიდან ერთს გადაარჩენ ჟიური ჯერ აქ შევჩერდეთ და შემდეგ გავაგრძელებთ გისმენთ ჩვენ ვიმსჯელეთ ვიფიქრეთ და გადაწყვიტეთ რომ შანსი მივცეთ ნინის რომ გაგრძელოს ხუროშვილი ნინო ჩება პროექტში გილოცავ ნინო ჩემო ძირფასო ხო დაიკავო ადგილი. ნუ მადლობა ნინო, მადლობა ჟიურის და ახლა უკვე ყველაზე მთავარზე ჩვენ მონაწილეებს, ესე იგი ნინოს გარდა, რომელიც დარჩა პროექტში, ყველას აქვს პატარა ფირფიტა და გამოსახულებით, რომელზეც საქართველოს ფარნოღია წარწერით. ამ ორ ადამიანს თქვენი სრულისამებრ გადასცემთ ამ ფირფიტებს და რომელიც ყველაზე მეტ ფირფიტას დაარგროვებს ამ ორი აუთსაიდერიდან ის დარჩება პროექტში. მას ასე შეგიძლიათ დავიწყოთ. აქტიურად გთხოვთ, აი ასე. დაიკავეთ თქვენი ადგილები ყველამ და მოდი აბა გადავითვალოთ თქვენ რამდენი გაქვთ? 3, 4, 5, 6, 7, 8. კიკორია ნერო რჩება პროექტში და პროექტს დატოვებს სამწუხარო ტოროსიანი გიორგი მოდი ჩემთან. მე მინდა აქვე გითხრა რომ ესე იგი ამით არაფერი არ სრულდება, ცხოვრება გრძელდება, ეს ყველაფერი არის ნორმალური, მისაღები, იმიტომ რომ ღირსეული მონაწილე გახლდათ დამეთანხმებით ალბათ ჟიური და წარმატებები შენ ცხოვრებაში, წარმატებები შენს მეგობრებს და რა თქმა უნდა ჩვენ შაბათს დავუბრუნდებით ეთერში, იმიტომ რომ საქართველოს ფანოღის 4 ძალაშია და გრძელდება დროებით.